ქართული ოცნება მასთან დაახლოებული ბიზნესმენების დევნას აგრძელებს. ირკვევა, რომ ნოშრევან ნამორაძეს ვაკეში უმსხვილეს სამშენებლო პროექტზე პრივილეგიები შეუზღუდეს. კერძოდ, კოეფიციენტის გაზრდის, შესაბამისად, სართულების რაოდენობის მომატების საშუალებას აღარ მისცემენ. ამის შესახებ ინფორმაცია საკრებულოს დეპუტატი საბა ბუაძე ავრცელებს. მისი თქმით, შეიცვალა ნამორაძის მიერ სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულების სპორტის უნივერსიტეტის მშენებლობის პირობებიც. ნამორაძე, რომელიც რამდენიმე თვის წინ ამტკიცებდა, რომ ოცნების პირობებში ბიზნესი თავისუფლად სუნთქავს, ახლა ქვეყანაში არ იმყოფება. ეს ინფორმაცია შაბათის ფორმულამ გაავრცელა და ლონდონში მის ცოლსაც ელაპარაკა. გადაცემის თანახმად შეჩერებულია ნამორაძის სამშენებლო ბიზნესი ვაკეში. თამარ დემეტრაშვილი გვერდება პირდაპირ ეთერში. თამარ, რა დამატებითი დეტალების გარკვევა მოახერხე და რას ამბობენ ქართულ ოცნებაში? ნოშრევან ნამორაძის ცათამბჯენ სართულები მოაკლდა ურბანული კომისიის დღევანდელი გადაწყვეტილებით. ნამორაძე ვეღარ ისარგებლებს მინიჭებული პრივილეგიით და ვაკის ცათამბჯენების ზომა თავდაპირველ პროექტს დაუბრუნდება. ნამორაძე 180 მეტრის სიმაღლის 47 სართულიანი შენობის აგებას აპირებდა, თუმცა გასულ წელს საკრებულომ ეგრეთ წოდებული კოეფიციენტის გაზრდის უფლება მისცა, რაც 47 სართულზე კიდევ 9 სართულის დამატებას გულისხმობდა. ახლა კი ეს პრივილეგია გაუქმებულია. საკრებულოს გადაწყვეტილება ემთხვევა გავრცელებული ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ნამორაძემ ქვეყანა დატოვა. ოპოზიციაში სწორედ შეცვლილ პოლიტიკურ რეალობას და ივანიშვილის კარზე მისი მფარველების პოზიციების შესუსტებას უკავშირებენ მომხდარს. ამ პრივილეგიის უფლება საკრებულოს და მერიას ჰქონდა გაცემული, მაგრამ აღნიშნული კომპანია აღარ აპირებს, რომ ისარგებლოს ამ პრივილეგიით და არსებული სამშენებლო მოცულობების ფარგლებში დარჩება, რაც ნამდვილად რთულად წარმოსადგენი არის, ვინაიდან უმეტესად ასეთ ტერიტორიებზე დამატებითი მშენებლობის უფლებაზე უარის თქმა არ ხდება ხოლმე. ამ უფლებაში პირიქით ბიზნესმენები და დეველოპერები იხდიან ხოლმე ფულს, მაგრამ ამ ნებართვით ნამორაძის კომპანია აღარ ისარგებლებს. და მე ვფიქრობ, რომ ეს არის დიდწილად დაკავშირებული იმ პოლიტიკურ ცვლილებებთან და გადაადგილებებთან, რომელიც ბოლო პერიოდში მოხდა. ოცნებაში კოეფიციენტის გაუქმებას მხოლოდ ტექნიკური პროცედურებით ხსნიან. ამბობენ, რომ ნამორაძემ კოეფიციენტის გადასახადი დროულად არ დაფარა, რაც მის ავტომატურ გაუქმებას გულისხმობს. შესაბამისად, გამორიცხავენ, რომ საკრებულოს გადაწყვეტილების უკან პოლიტიკური მოტივები დგას. შესაბამისი რეგულაცია გააჩნია კოეფიციენტის დას. იქიდან გამომდინარე, რომ მან ვერ გადაიხადა ვინმე კიდევ. არ ვიცი ახლა ეს. ვერ გადაიხადა, შესაბამისად ეს გაუქმდა მას. აქ მეტი არაფერი არ არის. არ არსებობს არავინ ბიზნესმენი, რომელიც არ ღვევს გარკვეულ სტანდარტებს და მას უფლება მიეცეს, რომ განახორციელოს რაიმე პროექტი. მათ შორის ნოშრევან ნამორაძეს. მაგრამ ის, რომ იგი რაღაცას ემალება და სადღაც არის გაქცეული, ჩემთვის ინფორმაციის წყარო, რომელიც ამ თემაზე საუბრობს, არ არის დასაყრდენი. ვაკეში ფიზკულტურის ინსტიტუტის შენობა ღარიბაშვილთან და ოცნებასთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა 2022 წელს იყიდა. ჯერ ისევ მოქმედი პროექტით ამ ადგილას თბილისის ყველაზე მაღალი შენობა უნდა აშენდეს. გასული წლის ბოლოს საკრებულომ დაჩქარებული წესით გაუზარდა ნაგებობას სიმაღლის კოეფიციენტი, თუმცა ახლა გაირკვა, რომ ის რაც ნამორაძეს რამდენიმე თვის წინ სასწრაფოდ სჭირდებოდა, მისთვის დღეს უკვე აქტუალური აღარ არის, არადა ვაკეში 9 სართული ფართი რამდენიმე ათეულ მილიონს ნიშნავს.